ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა ორ თემაზე მსჯელობდნენ. სასულიერო პირები კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დაწესებას ითხოვენ. ამ ინიციატივით შესაბამის სამსახურებს ისინი იდეის საბოლოო დახვეწის შემდეგ მიმართავენ. 16 ნოემბერს კი ტოლერანტობის სკვერში სკულპტურის გახსნა იგეგმება, რომელიც შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადებულია. დღემდე დარეგისტრირდა 8 კონკურსანტი, საუკეთესო ნამუშევარს 15 კაციანი ჟიური შეარჩევს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, სადაც 10 რელიგიური ორგანიზაციის თითო წარმომადგენელი იქნება მონაწილეობის, ასე ვთქვათ, ხმის უფლებით და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების უნარით. წარმოდგენილი იქნა 15 წევრი, 15 წევრიდან არის 10 რელიგიური ორგანიზაცია, დანარჩენი არის ამ შემთხვევაში სააგენტო. გადაწყვეტილება მიიღება 2/3 ხმით. გვაქვს კონკრეტული წინადადებები ამ ფინანსებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება რელიგიური ორგანიზაციები განთავისუფლდნენ კომუნალური გადასახადებისაგან და მათ შეღავათები კონდეთ, როდესაც ისინი აშენებენ საეკლესიო მშენებლობებში შეღებენ მონაწილეობას, განთავისუფლდნენ ისინი DGG-ს გადასახადისაგან. მართლაც ძალიან დიდი გაუგებრობაა, როცა ჩვენ როგორც სხვა რაღაც ფირმა, რომელიც კომერციულად აწარმოებს რაღაც საქმიანობას და იღებს ფინანსებს ამ საქმიანობით, ვართ გათანაბრებული და ფაქტიურად ერთ-ერთი იგივე გადასახადს ვიხდით ჩვენც, რომელიც ქველმოქმედებ და ისინი, რომელიც დიდრდება.